ის ხელში უნდა იყოს ეგრეთ წოდებული გასაღები ფარულ მოსმენებზე. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მთავრობასა და საგანგებოდ შექმნილ კომისიას რა რეკომენდაციებს მისცემენ უცხოელი ექსპერტები. გაფართოებული შეხვედრის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული გასაღები ძალოვან უწყებას უნდა დარჩეს. თუმცა პროექტში დასულია პუნქტი, რომელიც ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერებას გულისხმობს. არა სამთავრობო სექტორი ინიციატივას არ ემხრობა და მოსმენებზე კონტროლის მობილური კომპანიებისათვის გადაცემას მოითხოვს. ჩვენ ამ ეტაპამდე ვრჩებით იმ პოზიციაზე, რაზეც ვიყავით, რომ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი და საერთაშორისო დონეზე ქვეყნების გამოცდილება, უმეტ 90%-ზე მეტ ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმას, რომ უმჯობესია ეგრეთ წოდებული გასაღები იყოს მობილური ოპერატორის ხელში. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, ტექნიკური პრობლემების მოგვარება, დამატებითი რესურსები და რაც მთავარია შეჯერება ჯერ კომისიის და შემდეგ უკვე საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში იმაზე თუ როგორი უნდა იყოს სქემა, ვის ხელში უნდა იყოს გასაღები და ამის შემდეგ იქნება უკვე კონკრეტულ მოდელებზე ეფექტური კონტროლისა საუბარი.